პირველ რიგში ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი თავმოყარე ხელისუფლება ასეთი სკანდალის შემდეგ უკვე იქნებოდა გადამდგარი. მე ვსაუბრობ ნორმალურ ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ ამას ჩვენთან ადგილი არ აქვს. პირველ რიგში ნებისმიერი თავმოყარე ხელისუფლება უკვე დაიწყებდა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და აქ არ არის საკმარისი მარტო ქალბატონი კალმახელიძის გაშვება, იმიტომ რომ ყველანაირი არსებული მონაცემით ბრალდებები, რომელიც გაისმა ამ ხალხის მიმართ, უნდა იყოს პროკურატურის მხრიდან დაწყებული უკვე საქმის წარმოება კალმახელიძის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და პლუს ყველაზე დიდი და მთავარი მოთხოვნა ჩვენ ვისმენდით ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ბრალდებებს ბატონი ბაჩო ახალაიას მისამართი და ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ახალი ამბავი, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ როგორ იყო იგი ჩართული იმ სასტიკწამებაში ადამიანების, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა მის სფეროში ადგილი, ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, როცა იგი იყო აი ამ სისტემის ხელმძღვანელი. ამიტომ მე მიმაჩნია ასე რომ სასწრაფოდ უნდა მოხსნან ბაჩო ახალაია და პროკურატურამ კალმახელიძესთან ერთად უნდა დაიწყოს მისი დაკითხვა, უნდა დაიწყოს საქმის წარმოება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო, იმიტომ რომ მე ბოროტად არ გამოვიყენებ დროს, მალე გავჩერდები. იმიტომ რომ ანეკდოტურია, იმიტომ რომ თავზარდამცემია და იმიტომ რომ ცინიკურია დღეს როლანდ ახალაიას განცხადება მამამისის, რომელიც ამბობს რომ თურმე არის საზოგადოებას მითხრათ, სოციალურ ქსელში გავხსენდა ეს კომენტარი როლანდ ახალაია ადამიანმა, რომელიც არის ამ ავადსახსენებელი ახალაიების მამა, ამბობს ისა განაცხადა რომ იგი თურმე წუხს იმაზე რაც ხდებოდა პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ბოდიში თქვენ ახლა გიყურებთ მთელი სამეგრელო და ძალიან კარგად იცის ყველამ რომ ნახევარი სამეგრელო იყო პროკურორ როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი, ერთი ძმა დათა ახალაია, რომელიც ასევე უმძიმეს დანაშაულში იყო და თქვენ იცით სანდრო გირგვლიანის თემაში ვინ იყვნენ იქ მთავარი მონაწილე პირები და ეს ჯალათი ახლა ვინც არის ბაჩო ახალაია. ამიტომ უნდა ვთქვათ რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების სახე ეს არ არის მათი მცდელობა რო არის რომ გაიკეთილშობილონ ვაუჩერებით და რაღაც დასაქმების მინისტრებით. დღევანდელი ხელისუფლების სახე არის ახალაიების ტროიკა. უნდა დაიწყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ წინააღმდეგ ეხლა ისინი მინიმუმ უკვე დაკითხვაზე უნდა იყვნენ იმ ბრალდებების ფონზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ მათიმის. ნაციონალური მოძრაობა უკვე დამთავრებულია, ჩემოთეა, იმიტომ რომ იმ კადრების შემდეგ, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ყველამ, მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც არ შერცხვება და წავა და ხმას მისცემს. თქვენ იცით, რომ პლაკატების ჩამოხევა დაიწყო. მე მომიყვნე, რომ თითქმის ყველგან, ბევრ ადგილას, მათ შორის გლდანში, უკვე დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების პლაკატების ჩამოხევა მიკროავტობუსებზე და ასე შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობას რესურსი აღარ აქვს. ეხლა ვიტყვი ერთ რამეს. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რესურსი ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში იყო ხოლმე თუნდაც აი იმ პატიმართა მშობლები, მათი ოჯახები, პრობაციონერები, რომლებიც იმის შიშით, რომ აი ის არ გადაეტანათ მათ მცირეწლოვან თუ ზრდასრულ შვილებს, მათ მეუღლეებს, რომ დუბინკებით გაუპატიურება, ცოცხებით გაუპატიურება, მსგავსი წამება რომ არ შეხვედროდათ მათი ოჯახის წევრებს, აი ამის შიშით აძლევდნენ ხმას ნაციონალურ მოძრაობას. დანა გამოისვეს ხელში. იმიტომ რომ აი ეს ხალხი იყო ყველაზე დიდი მათი ხმების ხულაბა. ანუ აწინწლობა აღარ არის იქნება. გამორიცხულია ის რაც ნახა ყველა პატიმრის ოჯახმა. მათ უკვე ნახეს რომ თუ კი რაღაცის ეშინოდა, თუ კი რაღაცისგან დასაცავად სურდათ რომ ოღონდაც თავისი ოჯახის წევრი პატიმრები დაეცვა და აი ამათ ხულაბაში ხმა მიქონდათ, ეს უკვე დამთავრებულია. პლუს მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო, ვინც ჯერ კიდევ ოდნავ სიმპათიით იხრებოდა, ხო დაუშვათ ხელისუფლებისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში მე ვისაც ხვდები, ყველა მეუნება რომ თავს მოვიკლავ, სამსახური რო დავკარგო მაინც არ მივცემ ხმას მათ და კიდევ უფრო მეტი. ამას წინათ მქონდა ჩვენს კოლეგებთან შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომლებიც მე გვარებს ვერ დავასახელებ, არა მაქვს უფლება, ნაციონალური მედია საშუალებების წარმომადგენლები არიან და აღშფოთებულები იყვნენ და ამბობდნენ რომ არასოდეს ჩვენი ხელით აღარ შეუწყობთ, აღარასოდეს იმას რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს ხელისუფლებაში. აი ესაა სუის რესურსი თავისი სახელმწიფო სტრუქტურებით. ყველაზე კიდე ერთი მთავარი რაც თქვი წეგან გავიმეორებ, მთავარი ხმები მათ მოქონდათ აი იმ პატიმრების ოჯახებიდან. ოჯახები მე ვიღაცეებს თხოვდნენ, ჩემი შვილი წინა არჩევნები რომ იყო, მოვიდა და მითხრა რომ დედა ისა პირადობის მოწმობის ნომერი უნდა მივცეო. ცოდვა ეხა გამხელილის ჯობს და პრინციპში ყველა მიცის, ყველა იმ პატიმრის ოჯახმა რომ ასეთი რამ უწევდა. სამეგობრო წინა არჩევნებზე უგროვებდნენ თავის მეგობარს, რომელიც რაღაცა ხულიგნობაზე, წვრილმა ხულიგნობაზე იყო დაჭერილი, ოღონდაც ის ბიჭი გამოეშვა ციხიდან და მთელი სამეგობრო იდგა და ხმებს უგროვებდა. დღეს ასეთი რამ არ მოხდება. იმიტომ უგროვებდნენ
რომ იცოდნენ რომ ეს პატარა ბიჭი ციხეში იტანჯებოდა. ხალხმა უკვე ნახა, ყველა მიცის რომ მათი პატიმრები არიან აი ამ დღეში. მათი პატიმრები ესეთი კაციჭამიების ხელში არიან და ერთი ხმაც აღარ წავა. ანუ მე ვამბობ რომ არჩევნები საბოლოოდ უბრალოდ გააფორმებს იმას რომ ნაციონალური მოძრაობის რესურსი ამოიწურა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები თუ მიცემენ მათ. ბატონო ფიქრია მოწდებიან ეს დამნაშავანი საარჩევნო სიებიდან გამომდინარე პარლამენტში მე რა უნდა მე არ მგონია ბატონო დიმა თქვენ იცით რომ ყველაფერი არის მოსალოდნელი ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც შეიძლება ესე დაშვების დონეზე ვივარაუდოთ მაგრამ ჩემი მოლოდინი აი ამ ყველაფრის მერე ამ სკანდალის მერე ამ საშინელი კადრების მერე ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე უამრავ ადამიანთან არის ასეთი რომ ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში ბარიერსაც ვეღარ გადავა. ინგა შეხო მეთანხმები რომ 10 კაცის პრობლემაა ქვეყანაში. იმ 10 ადამიანის რომელიც მართავს ამ პოლიტიკურ სისტემას. ჩემოკარგო ამიტომაც და ნუ თუ გვიჭირს მთელ ერს რომ ეს 10 კაცი გავიყვანოთ კანონის მოქმედების გულიდან. გეთანხმები ჩემოკარგო ამიტომაც და მივსა პასუხისგებაში დღესვე რატო გვიჭირს ამის გაკეთება? თავარი პასუხისმგებელი პოლიტიკური სამართლებრივი თვალსაზრისით არის მთელი ხელისუფლება პირველი პირიდან დაწყებული მაგრამ ნებისმიერი პატარა რაღაცა მცდელობაც კი დამთავრდება იმით რომ შესაძლებელია დამთავრდება საუბრობ და გეტყვით დამთავრდება იმით რომ საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობა თვითონვე რაღაცას გაუკეთებს პროვოცირებას გუშინ გლდანის ციხესთან რო ვიყავი ძალიან სერიოზული ინფორმაციები გამოდიოდა ამ მშობლებისგან რომ შესაძლებელი იყო რაღაცა ციხის ბუნტის ერთგვარი რაღაც მცდელობა ყოფილიყო დღეს სააკაშვილის ყველაზე მეტად ჭირდება არჩევნების გადადება საზოგადოება დღეს რასაც ითხოვს აი სტუდენტები თია ხომ ეთანხმებით იგივე კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ჩვენ აქ საუბრობთ ახალაია იქნება კალმა ხელიძე თუ კიდევ ვიღაც სხვები ვინც კიდევ გამოიკვეთებია ბატონ დიმიტრი არჩევნების დღეს იგივე საფრთხე ჩემი აზრით არ არის იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა უკვე ითვლება სირცხვილად ერთი წუთი დაასრულოს ბატონ დიმიტრი ნაციონალური მოძრაობა არის ნოკდაუნში ჩვენ არ უნდა მივცეთ მას რეაბილიტაცია ჩვენ კი არ უნდა მივცეთ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნა დღეს საჯელასრულების მინისტრად ეს არის რეაბილიტაციისგან გადადგომა ერთ რამეს გეტყვი მე ახლა მინდა გიორგი უნდა გავჩერდე გიორგი ტუღუშთან დაკავშირებით თუ მას უნდა რომ მაინც განსხვავებული რეპუტაცია რაც აქამდე ქონდა დღევანდელი მთავრობის წევრებისგან განსხვავებით რომელსაც უკვე იგი წარმოადგენს შეუნარჩუნდეს მაშინ გიორგი ტუღუშმა კარგად უნდა გაიხსენოს რა ეწერა თავის ანგარიშებში ვინ იყვნენ კონკრეტული დამნაშავეები ვინ იყვნენ პასუხისმგებლები და მე ახლა მოუწოდებ ბატონ გიორგი ტუღუშს დადგეს იგი თავის სიმაღლეზე როგორც უკვე მინისტრი როგორც უკვე მთავრობის წევრი და მოითხოვოს კონკრეტული პირების დასჯა იცით რატომ იმიტომ რომ გიორგი ტუღუში წავიდა სახალხო დამცველობიდან და მე მახსოვს რომ თქვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა გიორგი ტუღუშმა მან დატოვა გიორგი ტუღუშის დაცვას მე არ და დღეს საქართველოს არ აყავს ინსტიტუტის მე გიორგი ტუღუშის დაცვას კი არ დავიწყებ მე მინდა ის დღე გაგახსენოთ ბატონო დიმიტრი როდესაც თქვენი ჯექით პარლამენტში იმ 10 კაცთან ერთად უпростоრე 9 ადამიანთან ერთად როცა ბოლო ანგარიში გაქონდა სახალხო დამცვეს თქვენ ქრისტიან დემოკრატები და ორნი ნაციონალი თუ არ ვწდები ერთი იყო ლაშათორდია რომელსაც ევალებოდა როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ხომ გახსოვთ რა ეწერა იმ ანგარიში ამიტომ ვიცი რომ გახსოვთ დეპუტატთაგანი ვარ რომელსაც ზეპირად აქვს ვიცი რომ გახსოვთ არა და დავასრულებ ეხავე ამიტომ მოუწოდებ ეხლა მე ბატონ ტუღუშს როგორც უკვე მთავრობის წევრს დღეს რომ გამოიყვანა სააკაშვილმა და რო ცდილობდა რომ იმიჯი რომ გაეკეთილშობინები რა იმის ტუღუშის ხარჯზე გიორგი ტუღუში დადგეს თავის სიმაღლეზე და როგორც მთავრობის წევრმა ყოფილმა სახალხო დამცველმა ვინც ხელში ფლობს იმ მასალებს რომ ეს პირები არიან მთავრობის წევრები დამნაშავეები ბატონ დიმიტრი შეუძლებელია მოითხოვოს საქმის აღძვრა